მოგესალმებით ყველას. დღეს გამოვაცხობთ პასკას აი ასეთ ქაღალდის ჭიქებში. ეს არის ჩვეულებრივი წვენის ჭიქა. მე რაც შეიძლება დიდი ავიღე, რომ უფრო დიდები გამოსულიყო. პატარებშიც შეიძლება და ნებისმიერი წვენის ჭიქაში შეიძლება პასკების გამოცხობა. როგორც იცით, მე გერმანიაში ვცხოვრობ, ჩვენთან ასე ადვილად არ იშოვება ქაღალდის პასკის ფორმები, ამიტომ ასეთ ხერხს მივაგენი და ვფიქრობ, რომ იდეალურია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ არის. რაც შეეხება პასკას, დაგჭირდება 5 კვერცხი, 200 გრამი არაჟანი არის 15%-იანი, 200 გრამი გამდნარი კარაქი, 9 კილო შაქარი, შეგიძლიათ უფრო მეტი ან უფრო ნაკლები გამოიყენოთ. ასევე ვანილი, აქ არის ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის ცედრა, სუნელები არ მაქვს ბევრი, რაც მაქვს იმას გამოვიყენებ, ეს არის დარიჩინი, კურკუმა და მუსკატის კაკალი. ასევე დაგჭირდება 250 გრამი რძე, საფუარს გამოვიყენებ ასეთს ორს, რადგან აქ წერია, რომ 500 გრამზეა განკუთვნილი, 500 გრამ ფქვილზე და ასევე დაგჭირდება ზუსტად 1 კილო ფქვილი. ასევე მე დავუმატებ ქიშმიშს, ოღონდ ნახევარს დავუმატებ ქიშმიშს და ნახევარს გამოვაცხობ უბრალოდ პასკას ქიშმიშის გარეშე, დავასხავ წყალს ადუღებულს, რომ კარგად გაფუვდეს. სანამ ჩვენი ცომი მოიზილება, იქამდე ქიშმიშიც გაფუვდება. დავაყენებ სუნელებს, ფორთოხლის წვენს, გავურავ ფორთოხლის ცედრას. ფორთოხლის მაგივრად შეგიძლიათ ლიმნის წვენი და ლიმნის ცედრა გამოიყენოთ და დავუმატებ სუნელებს. ასე ნახევარ კოს ვუყობ ყველაფერს. ვავამზადოთ პასკის დედა, ანუ ხაში. აქ მაქვს თბილი რძე უნდა იყოს თბილი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცხელი. დავუმატებ საფუარს. ორ სუფრის კოვს შაქარს. და ცოტა ფქვილს. ფქვილი დავუმატე 3 სუფრის კოვზი, კარგად ამოვურევ და დავტოვებ თბილ ადგილას. სადღაც 10 წუთის შემდეგ ხაში რომ ამოვა, კიდევ ერთხელ ამოვურევ და დავდებ თბილ ადგილას. იქამდე მოვამზადოთ კვერცხი და დანარჩენი ინგრედიენტები. სანამ პასკის დედა ამოდის, იქამდე გავთქვეფავ კვერცხს შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ დავუმატებ ნელ-ნელა არაჟანს და გამდნარ კარაქს. ამასობაში ერთხელ ამოვა უკვე ხაში, გადავურევ და ისევ დავდებ თბილ ადგილას, რომ მეორედაც ამოვიდეს. რაც შეეხება პასკის რეცეპტს, არის გამოცდილი, თითქმის ყოველ წელიწადს ვამზადებ ამ რეცეპტით, ერთხელ მაინც და მიყვარს ექსპერიმენტები, ამიტომ ყოველ წელიწადს რამოდენიმეჯერ ვაცხობ პასკებს სხვადასხვა რეცეპტით. პასკა გამოდის მძიმე, ნოტიო და სველი.
ხოლო რაც შეეხება ჭიქებს, პირველად ვაცხობ ჭიქებში ინტერნეტის სივრცეში ვნახე, რომ ასე აცხობდნენ და გადავწყვიტე მეც მეცადა. დღეს გამოვაცხობ, დავტესტავ და აუცილებლად გაგიზიარებთ თუ როგორი გამოდის ჭიქებში გამომცხვარი პასკები. რაც შეეხება ფქვილს, რეცეპტის მიხედვით მაქვს ჩაწერილი, რომ სჭირდება ზუსტად 1 კილოგრამი, ამჯერად კილო 250 დასჭირდა, რადგან როგორც იცით, ყველა ფქვილი განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები დაგჭირდეთ, ამიტომ ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის, არ უნდა იყოს გაჯერებული ფქვილით და ოდნავ უნდა იკრავდეს ხელზე. მოკლედ შეამჩნევთ ცომის მზაობას, მაშინ როცა დაბლა, აი ხედავთ კადრში, აღების დროს არ ტოვებს თავის კვალს. ბოლოს ვამუშავებ ზეთით და ჭიქებშიც გადამაქვს ზეთიანი ხელებით. მოზრდილ ცომს ზემოდან გადავაფარე საკვები პარკით და ჩავდეთ თბილ ღუმელში 1 საათით. 1 საათის შემდეგ გადავზილე და კიდევ დავტოვე 1 საათით. სულ სჭირდება 2 საათი, შემდეგ ჭიქებში გადატანილი ფქვილიც დავაყოვნე 1 საათით და გამოვაცხე 170 გრადუსზე ღუმელში მაღლა დაბლა წვით. ოთხი ჭიქა, ანუ 4 საშუალო პასკა გამოვაცხე ქიშმიშის გარეშე, შემდეგ ქიშმიში დავუმატე ცომს ფქვილთან ერთად, კარგად გადავზილე და გადავიტანე ჭიქებში. ახლა რაც შეეხება ჭიქებში გამომცხვარს, წინასწარ გეტყვით, რომ ვაპირებდი ზეთის წასმას, მაგრამ არ წავუსვი. ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან ოდნავ მიიკრა და დანის მეშვეობით გადმოვიტანე ჭიქებიდან. ისე კარგად გამოცხვა, ჭიქები დარჩა უვნებელი, არ დაიწვა, არაფერი არ მოუვიდა, უბრალოდ მეორედ აუცილებლად გამოვაცხობ ჭიქებში წავუსმევ ზეთს, რომ არ მიიკრას და გამოცხობის შემდეგ უფრო ადვილად გადმოვიდეს. ჭიქები გავავსე ნახევრად, ცომი არ ამიწონია, ზოგში ნაკლები ცომი ჩავდე, ზოგში მეტი. ამ რეცეპტით გამოვიდა 12 დიდი ჭიქა, ცოტა რომ მომეკლო, ცომისთვის გამოვიდოდა 13. როგორც ხედავთ, 1 საათის შემდეგ თბილ ღუმელში კარგად ამოფუვდა ჩვენი პასკები და უკვე ჩავთავ ღუმელს 170 გრადუსზე. დღეს არის წითელი პარასკევი, ასე მოხდა, რომ გუშინ ვერ შევძელე პასკების დაცხობა. წესით დიდ ხუთშაბათს ვაცხობ აუცილებლად პასკებს, ამიტომ ბარემ კვერცხსაც შევღებავ. აქ მაქვს ხახვის ფოჩები. ხახვის ფოჩები კარგად გავრეცხე, შემდეგ ჩავდე პატარა ქვაბში, რადგან ცოტა მაქვს. დავუმატე 1 სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი ძმარი, ვადუღე სადღაც 20 წუთი, შემდეგ გვერდზე გადავდე, გავაციე და ცივ ნახარში დავიწყე უკვე კვერცხების შეღებვა. 10 წუთი ვადუღე
კვერცხი, შემდეგ გადმოვიტანე 5 კვერცხს ვღებავ, რადგან პატარა ქვაბია და ვაციებ შემდეგ ამ ნახარს და ისევ ვდებ 5 კვერცხს. მოკლედ შევღებე უამრავი კვერცხი დღეს, რადგან ვაპირებ, რომ პასკებთან ერთად ჩემს ახლობლებს დავურიგო. და 17 წუთი ასე გამოიყურება ჩემი პასკები, როგორც ხედავთ, ჭიქებს არაფერი არ მოუვიდათ, არც დაიწვა. აი ასე კარგად გამოიყურებიან. ახლა გამოვიღებ და სასურველია, რომ ჭიქებშივე გაცივდეს. წესით პასკა ჭიქებში უნდა გაცივდეს და შემდეგ ამოვიღოთ, მე მოთმინების უნარი არ გამაჩნია, ამიტომ ოდნავ რომ შეგრილდა უკვე ამოვიღე. როგორც ხედავთ, დანის მეშვეობით ამომაქვს, ასე თუ ისე კარგი გამოდის და უგემრიელესი პასკებიც გამოვიდა. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და გამოგადგათ ჩემი რეცეპტი, გისურვებთ ბედნიერ აღდგომას, მომავალ შეხვედრამდე.